დილამშვიდობის სამეგობრებო მოგესალმებით ყველას. როგორ ხართ, ხომ ხართ ყველანი ძალიან კარგად. ისაც უდათ მეძინა, რაღაცები მესიზმრებოდა ალექსანდრეს ოპერაციასთან დაკავშირებით შეგაღონეთ, მაგრამ მეც შევღონდი. რაღაცები მესიზმრებოდა, გამიღვიძე 7 საათი არ იყო. ვერაფრით ვერ დავიძინე. მეთქი ხავდგები და შევკერავ თქო, მაგრამ არა იწექი თქო. ვცდილობდი რომ დამძინებოდა სადღაცას მიმეძინა, მაგრამ ძალიან მალევე რამოდენიმე წუთში გამომეღვიძა და ბოლოს უკვე ავდექი. გავიკეთე ყავა. ხო და ვზივარ აქ. და ვგეგმავ დღევანდელ დღეს მიდივარ ეპილაციაზე. დარჩი წინაზე სადაც ვიყავი, გეუბნებოდით ხო? თუ მომეწონება, გავაგრძელებ თქო. მინდა გითხრათ რომ თმის ღერი ძალიან შემისუსტდა და ძალიან მომწონს ეს ამბავი. იმიტომ რომ თქვენ იცით ხო, სადაც დავდივარ ეპილაციაზე, თმას ვერ ვიქრობ თქო. ეხლა აქ რასაც ვხედავ, ძალიან შესუსტებული მაქვს თმის ღერი. და წინაზე რომ ვიყავი ჩასული, ვაჩვენე და თვითონაც მითხრა რომ ცვენა არის და თმის ღერი არის შესუსტებულიო და ძალიან მიხარია ეგ ამბავი. ვიკეთებ მთლიან სხეულზე და ველოდები ძალიან კარგ შედეგს. შორის მე და თორღვა დავდივართ ერთად. მე დარჩი, თორღვაც იქ იკეთებს, თორღვაც ცოლიც იქ იკეთებს, მეც იქ ვიკეთებ და მაგრამ ყველანი ესე ბედნიერად დავდივართ იქ და ვიკეთებთ მე დარჩი ეპილაციას. საყვარლე მივართ. ჭიქა რომ ვიყიდე, კიდე კარგი ვიყიდე, მაგრამ რომ შევედი, პირველი რაც დავინახე, ეს ჭიქა იყო და ზუსტად ვიცოდი რომ ეს ჭიქა იქნებოდა ჩემი. და მე ხო ზოგადად რაღაცა რომ მომწონს, მარიცხო თან მახვდა და მეთქი მარიგე ხოწე ვიყიდე, ჯერ ხო იქიდან წავიყვანე საცდავი და 80 ლარი გადავახტევინე სულ ტყუილად და ჭიქა სულ ტყუილად არ გვიყიდია. თან ფასდაკლება იყო იოიოსოში და ეს ჭიქები გამოგვიდა, მე მგონი 15 ლარად და მარისაც აქვს ესეთი ჭიქა, მეც მოგ ესეთი ჭიქა და ეხლა ვეუბნები რომ ერთი ღამით ჩემთან დარჩი თქო, შენი ჭიქა წამოიღე თქო, პიჟამოებიც წამოიღე თქო, კლეჩად პიჟამოები გვაქვს ერთნაირი და ფოტოები გადავიხოთ თქო. ჩაი პიცი უნდა მოვიწყოთ. ალექსანდრუშკას ძინავს. მე აქ ვზივარ და ვფიქრობ რაღაცებს. რა და როგორ დავგეგმო დღეს, სანამ მე დარჩი ჩავალ, უნდა ჩავიდე ფოსტაში და გავაგზავნო შეკვეთა წყალტუბოში. თითქმის ამოიწურა ის მარაგი, რაც მქონდა შეკერილი საახალწლოდ ბავშვობის თოჯინებისთვის გაჩვენებდით ხომ? თუ არ გახსოვთ, აი აქ ჩაგიმატებთ, არის რამოდენიმე ცალი დარჩენილი და აგერ უკვე ახალი წელიც ახლოვდება და თქვენი პატარებისთვის იდეალური საჩუქარია ახალ წელს. ძალიან ლამაზი, თვალის მომჭრელი და გამოსაყენებადი, რაც ყველაზე მთავარია მეგობრებო და ღირს აი ძალიან მიზერული თანხა 50 ლარი, აი ეს ყველაფერი ღირს 50 ლარი, სადაც არის ბუდეც და საბანი კონვერტიც და ბავშვობისთვის მართლა იდეალური საჩუქარია, თუ განსაკუთრებით უყვარს თქვენს პატარებს ეს დედაშვილობანას და თოჯინებით თამაში, იდეალური საჩუქარია დამიჯერეთ. მე და ალექსანდრუშკა ვიქრევ თავერსის კლინიკაში და ალექსანდრა თავისის გაიკეთა ჭრილი, პოკაჟე თავისი სახელობის ალექსანდრა წერია. 40 წუთს ვიწევს ტაქსი. ვფიქრობდი რომ მარშრუტით მოვასწრებთ, მაგრამ ვერაფერსაც ვერ მოვასწრებდი. ამისა ვიდივართ ტაქსით. გავიკეთეთ ხარისყლებას, გადავექიმის ტელეში. ტყავის კურთხის გარდა. Пойдём. Молодец. Всё, ყველაფერი გავიკეთეთ, ყველაფერი კარგად არის. ეხლა სტომატოლოგი გვჭირდება ალექსანდრასთვის.
ამის კბილების ამბავი ხო იცით დავიტანჯე. სული და გული მაგ დატანა. ხო, კბილი უნდა ამოვიღოთ. ჯობია ამოვიღოთ, რომ მე ღმერთთან უქნეს რამე გართულება არ წამოვიდეს კბილის გამო. წავედით საჭმელად. ეს არის ბარბარობა, ყველას გილოცავთ. მე და ალექსანდრუშკას ლობიანები არ დაგვიცხია. ხო და ეხა მეუბნება где тут кафе? Думаешь, это кафе? Пойдем посмотрим. Подожди, машинка. Точно. Да, пойдем. Ладненько, кушать так кушать. Сегодня надо фасолькой хачапурки кушать. Я не хочу только одними. Ладно, пойдем. Город так чамахаши, холод, кимების ხდებიანო და გამოგვაბუნძულეს. არა უშავს. ეხა წავალთ. Генриал. Что будем кушать? Хинкали. Лобиани. Я выберу. Может, в нашу сторону поедем туда? Мама, Здесь? я хочу хинкали с сыром. Хинкали с сыром. Ну, Я типа даже не знаю тут как. Внутри места. Пойдем. მე და ალექსანდრშკა ვებნიერები მოვდივართ, იმიტომ რომ ყველაფერი კარგად აქვს. ლამაზი გული აქვს, ისეთი ლამაზი გული წებავს ბერგის. ყველაფერი კარგად არის, სოექი მამ. მაგრამ შივრები ხართო. შივრები ხართო და ხავს უშველეთო. მე სიმართლე გითხრათ, ეხლა იქ ლობინას ვიყიდდი და ის წავიდოდი. მეუმელა, მაგრამ Ось. Аккуратно. Давай, отойди вот там. Давай. О, все. Может, шаурму хочешь? Я ненавижу шаурму. Это Савелий любит шаурму. Ладно. Авак სადღაცას არის რაღაცა რესტორანი, მე და ჩემი დაქალი ვიყავით. და ჩემი დაქალი ვიყავით. მე მგონი აქ ახლოს არის და რო წავიდე და რო გადავიდეთ ახლა მე და ალექსანდრუშკა. Самоди Дедика. Пешком пройдемся, там должен быть какой-то ресторанчик. Мы с тобой из Алиской были, помнишь, Натья и Алиска? Туда ходили в ресторан. А там и есть? Да. Хинкали с сыром. Должно быть. Пепперухария. Никакого. Там дели. А у нас еще на что деньги хватит, чтобы покушать? Я одной хинкальки с сыром не наемся. Я тебе фасолькой куплю, лимонадика куплю. Что ты еще хочешь? Я тебе все Можно куплю. я? Конечно. А что ты хочешь покушать? Что ты хотел? 3 куска сыра, Ага. Угу. лимонадик любой, но Ага. только не Какой? грушевый. Только не грушевый, тархун ты любишь. Да. Окей. Дальше. Еще Все рыбался с тикрами. Давай. Кушать. я думаю, что и мороженка такое в Нет, стаканчике. нет, дорогая. Ну, Про мороженое пока забудь. мама, Забудь его, забудь. Нет, мороженое не будем сейчас. Мороженое больше после я вспомнила операции. картошку фри и Хорошо. пиццу. Хорошо. Пиццу. Нет, пиццу нет. Давай сегодня лобияни. Сегодня праздник, надо лобияни кушать. А я дома не готовила. Хоть давай в ресторане покушаем. Все. Договорились. А зачем это лобияни кушать? Праздник такой. Ну надо вот так. Кто больше скушает, тот получит путевку в Дубай или на Дай Мальдивы, я не пойму. Дай бог. В Дубай или на Мальдивы. Посмотри, как красиво. Еще без паспорта. Да. Почему у тебя есть паспорт? Опа. Кушать, кушать, кушать. Мама, ну это холодный нос.
ნოსკი? Нос. აა, Нос. Ничего страшного. Ты ხასტონი მოვახციეთ როგორღაც. აქ ვიყავით მე მგონი წინაზე. კი, აქ ვიყავით. შვენერი იყო. რესტორანი ჭაშნაგირი. ჭაშნაგირი, მე ხო მიყვარს, მე ცუდად. Заходи. Тяжело как. Давай. Лоббиани ყველაზე პირველი მოგვიტანეს. Александра, давай. Обязательно сегодня надо скушать лоббиани. Давай. С праздником тебя. Горячо, да? Вай. Накладываем чёрный стеташус. Давай. Я это себе все дала. Я хотела тебе вторую дать, но ты мне первую дала. Так, давай. Кушаем. Давай порежу тебе. Хочешь? Нет. Я чего взяла? Хорошо. А ну-ка давай. Чтоб только потеряться. Давай. Сильно. Да? Давай. Спасибо. მაგრამ ეხალობიან შევჭამ, მე სხვა დანარჩენს ვერაფერს ვერ შევჭამ. ეხლა ნერვები არ და ხინკალი მინდა და ზარო. Вот так надо. О, картошка такая. Малоба. Даже кинкали сыром. Сейчас будет. Горячо. Пожалуйста, кушай, Александра, ты забываешь кушать. Включай телефон. Хорошо? Телефон. Ჩემი ხინკალი ეს ალექსანდრასი. ყველით ძალიან მაინტერესებს, მე თვითონ დავუგემოვნო. ვაი, მე ამდენს ვჭამელებ ჩვენ რო ვართ ეხოთყურია, მაგრამ მაინც. მაგრამ უნდა ბავს და ლაკნას. პირველი გავსუჯოთ ყველის. Это лучше, чем с мясом. Да? Я с мясом люблю. Нет, с сыром. А я? Настолько вкусный. Сока нету там. Давай с мяской. С мяском тоже покушаешь? И как там, как мама, когда варится сыр или там, он такой, там сок появляется. Да, есть там чуть-чуть. Мама готовит попила. Მაგრამ ხინკალი ჩემთვის ხინკალია ხორცი. Дай, пожалуйста, перец. А это с мясом? Будешь? Нет. Чуть-чуть. Хорошо. Александр Марминдо. ხმეთ თუ რა საოცრება. საოცარი გამოაკრა. ძალიან გერია. На самом деле очень вкусно. Может, будет все-таки? Александр, это бусхасиязя. Для нас.
Слушай. Рада. Я всегда буду тебя... Что такое? Аккуратно.